ხემშვიდობისა ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. კოლაუ ნადირაძემ გვიანბო ლექსის გამოქვეყნების ისტორია. თქვენ რომ გითხრათ გვიანბოთ, როგორ გადაურჩა წერალი დაჭერას და საერთოდ რა არის თქვენთვის რომ უკანასკნელ ციფრყანწელთან მეგობრობა? ეს ალბათ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს კი ბატონო. მადლობთ, მეც მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან ბევრს ნიშნავს. აი, ასაკთან ერთად უფრო მეტად ხვდები, რასაც ნიშნავს ჩემთვის შეხვედრა კოლაუ ნადირაძესთან. სრულიად ახალგაზრდა 19 წლის მივედი, ყმაწვილი ვიყავი. ხო, ეს ხშირად ვამბობ და ეხაც უნდა მინდა რომ გავიმეორო. სანამ მივიდოდი კოლაუსთან დაურეკე, გავეცანი და როგორც ახალგაზრდა მიცის რაღაცა თავდაჯერებული ვიყავი და მისმენს კოლაუ და მეუბნება, თქვენ კომპარტიის წევრი ბრძანდებით? და დავიბენი და ვერ მიხვდი რას მეკითხებოდა და რატო გაჩუმდითო? იცით რას გეკითხებითო? კომუნისტური პარტიის წევრი თუ ხართ? არა ბატონო კოლაუ, არ ვარ მეთქი ეთყობა ისეთი ინტონაციით თუ თხარი რომ კარგი მაშინ მოდიო და ამის შემდეგ დაიწყო ასე დამიკიდა ყურმილი, მივედი, ისევ გადაამოწმა თავის მეუღლეს ქალბატონ ნორას უთხრა, ნორა, ვინ არის რომ მოვიდა? აი ეს პატარა გოგოა. კითხე ერთი კომუნისტების მოგზავნილი არ იყოს. არა, ბატონო. გენდოთ ასე სიტყვებზე. აი ეთყობა რა ვიცი, მენდო და ეს იყო ჩემთვის რაღაცა საოცარი სამყარო. აქ მარტო კოლაუ ნადირაძე არა. აი თავის პატარა ოთახში, რომელსაც ღარიბულს უწოდებდა, თავის სამუშაო ოთახში მე ყველა ცისფერყანწელი ერთად გავიცანი და შევიყვარე და მაშინ მოვიწავლე. ესე პეკინის ქუჩაზე ერთი მყუდრო პატარა ბინა ქონდა კოლაუს მოგრძალებული, ძალიან მოგრძალებული. აი ვერც იფიქრებდით რომ ეს არის რაღაცა ასეთი ცნობილი პოეტის, თუმცა ცნობილი მაინც ბჭყალებში, იცით, ძალიან ბევრმა მაინც არ იცოდა და სხვათაშორის კოლაუ გარდალიემის სპეციალისტებისა და კოლაუ ნადირაძის სახელი და მისი პოეზია მაინც დააბრუნა და ფარზიაზი და აი ამ ლექსმა, რომელიც რაც არ უნდა ირონიული იყოს, დაიბეჭდა გასაბჭოებისადმი მიძღვნილ კრებულში. ბატონი კარლოფაჩული ამბობს, რომ ჩვენ მხატვრებმა ნახეთ, არ წავიკითხეთ მხოლოდ სათაური და ვიფიქრეთ, რომ ეს რა თქმა უნდა ალბათ ხოტბა დიდება არის და ჩავდეთ. აი ესე მექანიკურად გავიდა, გაიპარა ეს ლექსი, თუმცა ყოლა უყვებოდა, რომ ეს ლექსი რო დავწერეო, არც ერთი ჩემი ოჯახის წევრისთვის არ მithქვამსო. ესე დავწერე და ჩემს მეგობარს, აი შალვა დემეტრაძეს, არ ვიცი მოსჩანს თუ არა ეს კადრში, შალვა დემეტრაძეს გადავეცი. შალვა დემეტრაძე გახდა ცისფერყანწელთა დიდი მეგობარი, ეს ის ადამიანია, რომელმაც შეგვინახა პაოლო იაშვილის ლექსები. პაოლო იაშვილის თვითმკვლელობამდე ცოტათი ადრე შეკრებული ქონდა მას ეს ლექსები და უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ მე მოხდა ესეთი ამბავი და პაოლოს სახელი საერთოდ აიგრძალა. კოლაუსთან რომ დავბრუნდი, ეს იყო სექტემბერი. სოფელში გახდით და რომ მოვედი და შენო ჩემი ამბავი გაიგეო და მაშინ აბა არ იყო ინტერნეტი და არც არაფერი და ვინ გამაგებინა. არ ვიცი ბატონო კოლაუ, როგორ არიციო, მე შენხელა ლაწირაკებმა დამკითხესო, ჩეკისტებმაო და ალბათო გადაურჩი, იმიტომ დაჭერასო, რომ ჩემი ასაკის გამო 1895 წელს იყო დაბადებული კოლაუ ნადირაძე და თორე აუცილებლად დავიჭერდნენ და დამხრეთდნენ კიდეც. აი ეს შიში რაღაცა ეს დამოკიდებულება, ის მაშინდელი რაც რეპრესიები გამოიარეს ყანწელებმა, ყოველთვის იდგა მის თვალებში, მის აი ოთახში რომ შეხვიდოდი რაღაცნაირად იწყებდა ეხლა კადრები გადის და ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი ამ კადრების ხილვა, იმიტომ რომ აი აქეთ მხარე შეიძლება ვზივარ სწორედაც მე და ის მიამბობს თავის მეგობრებზე იმ განუმეორებელ ეპოქაზე, რომელიც შექმნეს ცისფერყანწელებმა და აი ამ ყველაფრის სათავეში იდგა პაოლო იაშვილი საფრანგეთიდან ახლად დაბრუნებული. სხვათაშორის უხაროდა კოლაუს მიუხედავად ყველაფრისა, უხაროდა, რომ
ხო ჩავეციო სიბერეშიო ლახვარი კომუნისტებსო როცა ეს ლექსი მივეციო მეო შალვას უთხარიო შალვა შენ ჩემზე ახალგაზრდა ხარ მე ამ ლექსის დააბეჭდვას ვერ მოვესწრები მაგრამ იქნებ დადგეს ისევ დრო რომ ეს ლექსი დაიბეჭდოს და გადასცა. მე მოხდა ისე რომ შალვა დემეტრაძე გარდაიცვალა, ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო მისი არქივი, ჩააბარეს ოჯახის წევრებმა და აი ასე ეთყობა ლექსსაც აქვს თავისი ბედიო და რა თქმა უნდა შინაგანად გახარებული იყო ამ ყველაფრის გამო, თუმცა ეშინოდა იგონებდა რომ მისი გარდაცვლილი ვაჟი ნუგზარი შევიდა და უთხრა მამა რა შვები მღუპავო ჩვენო და რატო გღუპავთო და კოლაუმაც არის სწორედ მის ხედავთ და იმ ხელნაწერს აი იმ ხელნაწერს მე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა ეს წიგნი და სრულიად შემთხვევით აი სულ რამდენიმე წლის წინათ უკინეს წებში წავაწყდი ამ წიგს და დავიწყე თქვენ იცით ეს რა წიგნია მე მithrednen არ იცოდნენ და ამიტომ ძალიან იაფად გაყიდე ეს წიგნი ხო და აი ესე რა ვიცი ძალიან საინტერესო იყო კოლაუსა ესე იგი ის კრება რომელიც მწერალთა კავშირში გაიმართა და სხვათა შორის ჯანსუღ ჩარკივა იანს უთქვამს მისთვის რომ არ დაესწროთ ამ კრებასო მე მისი შვილი ესე იგი იგონებს ნუგზარი რომ ხოზე ადეიშვილიო მოკლედ ვიყავით მწერალთა სახლშიო და ესე იგი მაშინ იყო შოთანიშნიანი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და უთხრაო რომ ბატონო კოლაო ხვალო ხო იცითო თქვენ საქმეს ვიხილავთო კრებაზეო და უნდა იყოთო მე მივიდა ხოზე ადეიშვილთან რაღაცა ჩაჩურჩულაო და მოეფარა თვალსო მე ხოზე მოდის და გვეუბნებაო რომ ბატონო კოლაო ხვალ არ დაესწროთო ამ კრებასო ხო და მე მიყვებოდა ალბათ როგორც საბჭოთა პოეზიის შემარცხვენელი რამ იქნესო ვინ იცისო მე დროთა განმავლობაში ასაკს დააბრალეს მე მგონი მწერლებმა ასაკს დააბრალეს იქ არის ჯანსუღის ძალიან საინტერესო გამოსვლა საინტერესო რამ ხრივ რომ უნდა რომ ყველანაირად გადაარჩინოს და აღსახელებს მის რამდენიმე ლექსს აი ამ ლექსის ავტორიო როგორ შეიძლება და ყოფილიყო კოლაუ ნადირაძე თუ არაო რაღაცა ეთყობა ასაკშიო მასო რაღაცა აი სკლეროტული მოვლენები დაეწყო ყველანაირად ფიქრობენ და ცდილობენ მწერლები რომ გადაარჩინონ კოლაუ ნადირაძე თუმცა ასე იყო თუ ისე არაოფიციალურად მაინც აკრძალულ მწერლად გამოცხად და მე მახსოვს მაშინ სტუდენტი ვიყავი და კოლაუსთან მქონდა ინტერვიუ ჩაწერილი რომელიც პირველ სხივში აღარ დამიბეჭდეს მითხრეს რომ კოლაუ მაინც აკრძალული პოეტიაო და რაღაცა ალბათ ჩემთვის არის სიმბოლური იყო ეს ამბავი თვითონ რედაქტორი მოეგდა ესე იგი მოერიდა ამ ლექსის და ამ ინტერვიუს დაბეჭდას და რაღაცნაირად სიმბოლურიც არის თითქოს აი ეს რეპრესიები რითაც გაგრძელდა მათი ნუ რა თქმა უნდა ფეიერვერკულად დაიწყო ცისფერყანწელთა არსებობა პაოლო იაშვილი ჩამოდის საფრანგეთიდან და ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას და აი ამ ლიტერატურულ ჯგუფს საფუძველს უყრის მაგრამ მე დაიწყო დიდი რეპრესიები უბრალოდ და ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა ასე თუ ისე კოლაუ ნადირაძეს და ეს იყო სიმბოლური ალბათ კოლაუ ნადირაძესთან რომ მივედი კიდე იყო საოცარი რამე ჩემი შეხვედრა ის მან პაოლოს ტყვიების საფანტი მანახა სათუთად ინახავდა, რომელიც ახლა ლიტერატურის მუზეუმში გადასცეს თავის დროზე. ყველაზე მძაფრად რა გაგონდებოდათ, თქო, მინდოდა მეკითხა და ალბათ სწორედ ეს ფრაგმენტი იყო. ხო, ეს იყო საოცარი და პაოლოს უკანასკნელი ღამე, რომელიც კოლაუ ნადირაძემ მომიყვა. ძალიან მძაფრია და დღემდე ემოციის გარეშე ვერ ვიგონებ. მე რაღაცა ძალიან ისეთ პატარა რაღაც მიუძღვენი ამ ყველაფერს წიგნი. პაოლოსთან დაკავშირებით და აი მაშინ მოვიწავლე ცისფერყანწელებით მოვიწავლე და კოლაუ ნადირაძემ თან შეხვედრამ განსაზღვრა ეს სხვათა შორის თუ არის დრო იმასაც მოვიგონებ რომ მახსოვს აი პირველად რომ მივედი გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა გაცრეცილი ტყავის რაღაცა პატარა წიგნაკი, სადაც ედო ფოტოები, ტიციანის, პაოლოსი და მითხრა რომ ეს არის ჩემი დახვრეტილი ძმები. ის თვლიდა რომ
დიახ, ბერიამ დახვრიტა პაოლო, ესე მეტყო და კაცი, რომელიც საოცრად შეყვარებული სიცოცხლეზე ბერიამ დახვრიტა პაოლო და გვერდით ჰქონდა ძალიან ლამაზი ჩოხაში გამოწყობილი ჩოხა ემოსა ესეთი ახალგაზრდა წარმოსადეგი კაცი და ვუყურებ ახლა ამ ფოტოს და არანაირი რეაქცია არ მაქვს და ეს ქაქუცაა მეუბნება და არ ვიცი ვინ არის ქაქუცა ქაიხოს რომ ჩოლოყაშვილი დამიმართლა და თქვენ არ იცნობთ ქაიხოს როს არც 24 წლის აგვისტოს აჯანყება გაგიგიათ და ხა მე უნდა ვთქვათ რომ ვიყავი რაღაცა საბჭოთა პოეზიის მცოდნე, ბევრი რამ არც ვიცოდი. მე პირველად როცა კოლოოსთან ვიყავი, მივედი, აი ეს ყვაწილური დაუდევრობით მქონდა მხოლოდ მისი ლექსი, ესა წიგნი, არა ლექსების, არამედ მოგონებების წიგნი, რაც ლექსადვე ვთქვი, წაკითხული და ძალიან საინტერესო წიგნია, მაგრამ არ ვიცნობდი მის შემოქმედებას. და ვაღიარო აი ეს ყვაწილური დაუდევრობით. ახალი ის ვიყავი, რა მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და მაშინ ვიწყებდით ჩვენ სპეციალობით ცისფერყანწელთა და აი ამ მოდერნისტული ეპოქის გაცნობას და მოხდა ესე, რა ვიცი, ეს არის ჩემთვის ძალიან ბედნიერი შეხვედრა და ეს ერთგვარად გამართლება და რაღაცა ეს ირონიაც რომ აი მოგიწიათ იმის საშუალება მოგეცათ რომ ასეთ ადამიანთან გემეკობრათ. და მისი სიცოცხლის ბოლომდე კოლაოსთან მივდიოდი, საუბრობდით და ეს ყველაფერი მეგონა არასოდეს დამთავრდებოდა. მიუხედავად ყველაფრის, აი ყოფით საქმეზე საუბრობდით, რაღაცა ესე ოჯახში მივიდოდი. ის იგონებდა თავის გარდაცვლილ მეგობრებს და მახსოვს მანახა გველის პერანგის პირველი გამოცემა გრიგოლ რობაქიძის გადამშალე ლაქები იყო აი ამ წიგნში ალაგ-ალაგ და ეს რა ლაქებია მეთქი ბატონო კოლაო და ეთყობა ჩვენ ეს მოუნათლეთო ეს წიგნიო მითხრა და როგორ ნათლავდით აბა რა ახალი წიგნი რო გამოდიოდა ნათლავდით აუცილებლად წითელი ღვინითო ავტონინო ბევრია სალაპარაკო ამ თემაზე მაგრამ მე ამ ბოხენიამორელებზე მინდა გადავიდეთ ეს არის კონკურსი რომელიც არის ესე იგი მწერალთა სახლის მხარდაჭერით წარდა ეს კონკურსი და აი ამაზე მინდა დეტალები რომ მე აუცილებლად რა კი მეძლევა კიდევ ერთხელ საშუალება რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ ქეთის რომელმაც აი ესე ფართოდ გაუღოთ ესე იგი ცისფერყანწელებს მწერალთა სახლის აი დარბაზები აი ესე ვთქვა ულამაზესი დარბაზები ესე ულამაზესი დარბაზები და აქაც ორიოდე სიტყვით ისიც მინდა ვთქვა რომ არა პაოლო იაშვილი შეიძლება მწერალთა სახლი არ გადმოეცათ მწერალთა კავშირისთვის მაშინდელი კავშირისთვის ეს იყო ძალიან დიდი ძალისხმევით პაოლო იაშვილის დიდი ძალისხმევით მოხდა და მახსოვს აი წლებია უკვე რაღაცა ფონდი მაქვს ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის და აი ამ ჩემი პროექტით დავდივარ ხან ვისვე ხოწები ხან რას თხოვს უხსნი რომ აუცილებელია რომ დაარსდეს ცისფერყანწელთა სახელობის პრემია და ეხლა მე არ მოვყვები რა იყო როგორ იყო არ არის საჭირო უკვე იმათ საუბარი ვინ რა თქვენ ხართ ამ კონკურსის დამფუძნებელი 28-ში არის 28-ში 17 საათზე ველოდებით ეს არის ისტორიული დღე რა კი ცისფერყანწელთა 100 წლის თავი გახლავთ დიახ 1916 წლის 28 თებერვალს გამოვიდა მათი პირველი ჟურნალი ცისფერი ყანწები და ასე დაიწყო არსებობა ერთადერთმა დღემდე ერთადერთმა ლიტერატურულმა სკოლამ რომელსაც ცისფერყანწელთა ორდენი ეწოდება. რამდენი ნომინანტი ყავთ? 3 ნომინანტი ყავს და ცისფერყანწელები ყველაფერში ორიგინალურები იყვნენ და გასაოცარი ხალხი ხო და აი ჩვენც მე მინდა ვთქვა რომ ეს არის მე მგონი თუ არ ვწდები და მე მგონი არ ვწდები პირველი ლიტერატურული კონკურსი სადაც ჟიურის წევრი ყავს რეჟისორი და ეს უკავშირდება პაოლო იაშვილის ქაიანურს ქაიანური ახლა ყველა მიცის რა იყო როგორ იყო პაოლო იაშვილის ეს რაღაცა უცნაური ფანტაზიის ნაყოფია ასე ვთქვათ და აუცილებლად გვჭირდებოდა რეჟისორი რომელიც გადაწყვეტდა და აი ვნახოთ რა იქნება როგორ იქნება პირველი ნომინაცია გახლავთ მინიატურა აი რა პლატფორმაა მინიატურა რომ ამ ჟანრის აღორძინება და
ალბათ მაინც უკავშირდება ცისფერყანწელთა სახელს, ისევე როგორც ლექსის სალექსო ფორმა სონეტი. რა თქმა უნდა, მე არ ვიტყვი, რომ სონეტი ამათ ყანწელებმა შემოიტანეს, მაგრამ პოპულარიზაცია გაუწიეს, ძალიან დიდი პოპულარიზაცია და ასევე ცისფერყანწელთა სახელს უკავშირდება სონეტის აი სალექსო ფორმის, საერთოდ რამდენიმე მყარი სალექსო ფორმა დააკვირდრეს და მათ შორის ეს სონეტიც გახლდათ და არის ერთი სონეტი, ერთი მინიატურა და ქაიანური. ასე რომ ყველას ვისაც აინტერესებს ასაკობრივი ბარიერი თუ არის თუ როგორი? არა, სხვათა შორის აღარ არის ასაკობრივი ბარიერი, ჩვენ ესე ვისაუბრეთ და გადაწყვეტილებას რომ მოგვეხსნა ასაკობრივი ბარიერი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ იყო ამაზე ჩემი იდეა იყო, რომ ასაკობრივი ბარიერი გქონოდა, მაგრამ მე რაღაცა გადავწყვიტეთ, რომ არანაირი ასაკობრივი ბარიერი არ გქონდეს და ყველასია ცისფერყანწელები. მოკლედ არაჩვეულებრივი საღამო ელოდებათ ლიტერატურის მოყვარულებს, წარმატებებს გისურვებთ შაბათს 28 თებერვალს 17 საათზე 5 საათზე. წარმატებები ქალბატონო ნინა, სიამოვნებით. ჩვენი გადაცემა გრძელდება, ახლა სარეკლამო ბლოკი და სულ მალე დაგიბრუნდებით.